ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში ივანე ტიკარაძის პერსონალური გამოფენა შედგა. ფერწერა, გრაფიკა, დაზგური გრაფიკა, თექა. ეს ის მიმართულებებია, რომელშიაც 13 წლის მხატვარი რამდენიმე წელია მუშაობს და ქმნის პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებს, აბსტრაქტულ და რეალისტურ ნამუშევრებს. ივანეს და მის შემოქმედებას აღფრთოვანებაში მოჰყავს ნახველი. 13 წლის ხელოვანის პერსონალური გამოფენა სამხატვრო სკოლამ დაგეგმა და ამ ნაბიჯით ივანე ტიკარაძე ოზურგეთს გააცნო. ივანე ნინო მასწავლებლის აღმოჩენაა და მისი მთავარი მგზამკვლევი სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელთან ერთად. დღეს ივანემ ბევრი თბილი სიტყვა, პროფესიული შეფასება და რჩევა მოისმინა სტუმრებისგან, რაც მთავარია დაიგეგმა შემდეგი პერსონალური გამოფენები ოზურგეთის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით და მომავლისთვის ვეცდები, რომ უფრო უკეთესი ნახატები შემოგთავაზოთ. რა ჟანრში გიყვარს მუშაობა? რა განიჭებს ესთეტურ სიამოვნებას? მე უფრო აბსტრაქცია მან მომწონს, როგორც ეს ხატვა. მე 20 წელი აქ ვარ და ამ ტიპის მხატვარი და ამჟე კომპოზიციის ნიჭის მქონე ბავშვი პირველად ხედავ მის ნამუშევრებს ერთად დამოყრდით და გამოვიდა ფეირვერკი რა, ფერების ფეირვერკი, რომელთაც ჩვენ ყველა კმაყოფილი ვართ და ნახეთ, რომ ვინც მოვიდა გაუცებულია და უკვე მიწვევები აქვს მუზეუმში, ბიბლიოთეკაში, გალერეას, სახვით ხელოვნების ცენტრში, რომ უკვე ეს გამოფენა გადავიდეს იქეთ. ნინო ჭაღმაძეს მინდა მადლობა უთხრა პედაგოგს, მისი აღმოჩენა ეს და მან მოიყვანა და დღემდე რაც გააკეთა მისი დამსახურებით. ივანეს ისევ გავიმეორებ, ვიცნობ მესამე კლასიდან. დაიწყო ძერწვით. უნდა მოქანდაკეობა და მივიზიდი ასე ვთქვათ, ძალიან გამიშთა სრული მოსულიყო სამხატვრო სკოლაში და რატომღაც ქანდაკებაზე მეტად უფრო წავიდა ფერწერისკენ. ყველანაირი ჟანრი მოსინჯა აბსოლუტურად. დამთავრებული დეკორატიული ხელოვნების თექაც კი მოსინჯა, ეპოქსიდსაც აკეთებს, ხელნაკეთ ნივთებს აკეთებს. არ ვიცი, მე პირადად ძალიან მიხარია ეს ბავშვი ასე რომ განვითარდა და 13 წლისა ვამბობს, წინ მთელი ცხოვრება აქვს და იმედია რომ უფრო მეტად განვითარდება.